დიდი მადლობა პირველ რიგში რომ გამონახეთ დრო. იქ დიდი მადლობა რომ საერთოდ დამიკავშირეთ. შენ 3 წლის იყავი ხო, როდესაც პიანინოზე დაკვრა დაიწყე და არა, მე ვიყავი 5 წლის როცა სკოლაში შევედი, მაგრამ 3 წლის ნახევრის ვიყავი, როცა ავაწყა ბიძაჩემის მამუკა ჩარკვიანის სიმღერა ბანით როიალზე და ამიტომ შემოყვანეს ფაქტიურად 5 წლის ასაკში უკვე ნიჭიერთა ათლეტში. და ვინ იყო შენი პირველი მასწავლებელი ნიჭიერთა ათლეტში? ჩემი პირველი პედაგოგი იყო ქალბატონი ლიანა ფირაიშვილი, შემდეგ 3 წლის შემდეგ გადავედი მაია ნალიმანიძესთან და ეხლა ვარ ბატონ თენგიზ ამირეჯიბთან, შემდეგ თქვა რომ მე ვარ მისი მოსწავლე, იმიტომ რომ ფანტასტიკური პიანისტია თვითონ და მუსიკოსი და დიდ სიამოვნებას ვიღებ ნამდვილად მასთან მუშაობის დროს. როგორც ვიცი, მოფერებით გეძახიან მუშკას და ვინ და რატომ შეგარქვა ეს სახელი? ეს ბავშვობიდან ესე მეძახიან, რა ვიცი. მე არ ვიცი ზუსტად ვის შემოარქვა, მე მგონი მამა. შენ ძალიან ბევრი გასტროლი ქონდა სხვადასხვა ქვეყანაში და ბევრი კონცერტი გქონდა, რომელიმე მათგანს თუ გამოყოფ? ხო, ჩემი პირველი წასვლა და გასვლა იყო იტალიაში, როცა ვიყავი 6 წლის. კონკურსზე წავედი, საიდანაც ჩამოვიტანე გრან-პრი. შემდეგ ძალიან ბევრი კონცერტი მქონდა რუსეთში, მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ასევე თურქეთში, საფრანგეთში. აქ მე ძალიან ბევრი კონცერტები. შემდეგ მქონდა 13 წლის ასაკში დისკი ჩავწერე ისრაელში, სოლო პროგრამით და ასევე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. და ესე გამოყოფდი, რა თქმა უნდა, ყველა კონცერტი ჩემს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საყვარელი, მაგრამ მაინც ალბათ რაღაც პატარა ვიყავი, იტალია რაღაც საოცრად დამამახსოვრდა. ვის ან რას უმადლი შენ წარმატებებს? მშობლებს და პედაგოგს, რა თქმა უნდა. დღეში ალბათ ძალიან დიდი ხანი გიტარს ხომ ეცადინეობა და დაახლოებით რამდენი საათი უძმობ? ეხლა ისე რომ ვთქვა რომ 8 საათი მეცადინე ყოველდღე ხო მოგატყუებდა, არა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეცადინე ვთქვა 4-5 საათი, ისე რომ ყოფნის უბრალოდ და თან ყოფ. ანუ თქვა დილას მეცადინე 2 საათი, მერე სკოლა ხომ აქვს და მერე საღამოც ისევ და თუ კონცერტები მაქვს ვცდილობ რომ უფრო ინტენსიურად მეცადინე. სკოლის გასცენა ხშირად გიწერს მუსიკის გამო? ჩვეულებრივ სკოლის კი, პეტრაშვილზე ვსწავლობ მე გერმანულ სკოლაში. მართლა ძალიან მიწყობენ ხალხს მასწავლებლები, თან ეხლა არებზე პრობლემა რაღაცა და ხშირი გაცდენა მიწევს მართლა. მაგრამ ყველანაირად ვცდილობენ რომ ხელი შემიწყონ. თითქმის ყოველდღე მთელი დღის განმავლობაში ვარ მუსიკალურ სკოლაში. ვსწავლობ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიაში. ყველაზე მეტად რომელ კომპოზიტორს გამოყოფ და რომელი ნაწარმოების შესრულება განიჭებს ყველაზე მეტ სიამოვნებას? პირველი კომპოზიტორი, რომელიც ნაწარმოებით შევასრულე, ვიყავი 5 წლის, სადაც პირველი სოლო კონცერტი და ასევე სიმფონიურ ორკესტრთან კონცერტი გამართა, ის იყო ბახის ფამინორული კონცერტი. არ ვიცი, საერთოდ ბევრ კომპოზიტორს შევეხე, ასე ვთქვათ, ამასაკამ. ძალიან ბევრი შოპენის ნაწარმოები მაქვს საკრული, ძალიან მიყვარს ეს კომპოზიტორი. ასევე მოცარტის, ბეთჰოვენის, არ ვიცი, როცა ვიღებ, ვთქვათ, ბეთჰოვენის ნაწარმოებებს, ვცდილობ რომ ისე გავუგო, ვთქვათ, ბეთჰოვენის მუსიკას, როგორც ჩემი აზრით შეიძლება ითქვას, აქვს ჩაფიქრებული, ხო, კომპოზიტორი. შოპენს საერთოდ სხვანაირად. და აქედან გამომდინარე, ვისი კომპოზიტორის ნაწარმოებსაც ვუკრავ, იმ დროს ყველაზე მეტად ალბათ ეს კომპოზიტორი მიყვარს. კლასიკის გარდა რამე სხვა ჟანრს უსმენ? კი, ჯაზი მიყვარს ძალიან და რა თქმა უნდა, ჯაზს უსმენ ხოლმე, კლასიკას თავისთავად და საყვარელი მომღერლები წვან. და გიკრავს სხვა ჟანრი? კი, ჯაზი დამიკრავს. ბიძაჩემის
თქვათ მის სიმღერა გამიჯაზებით, თორე ისე კონცერტებს არ ვმართო. და ბაბუას ჯანს ხვჩაპიანის ლექსებზე არ გიცდია მუსიკის დაწერა? არ მიცდია, იმიტომ რომ ჩემთვის ბაბუ ისეთ ლექსებს წერს, რომ ალბათ რაღაცა არის გამიბედია, მე მგონი მუსიკის დაწერა მის ლექსებზე. მირჩევნი რომ წავიკითხო და მოვუსმინო როგორ კითხულობს თვითონ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს მუსიკაა. და ოჯახიდან ვისწრაფ ყველაზე ახლო მეგობრად. ხო, იცით, ოჯახში საერთოდ ყველას იმედ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ბაბუს, ბებოს, დედას, მამას. არ ვიცი, ისე არ შემიძლია დედას, რა თქმა უნდა. მამას. და ასე, როცა ბებოსთან, ბაბუსთან გადავდივარ, მასთან ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ბედნიერებას საერთოდ მასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩემთვის იშვიათია მათნაირი საინტერესო ხალხი. როგორც ვიცი, ხატავ კიდეც და რის ხატვა გიყვარს ყველაზე მეტად? ხატვა, ვთქვათ, ჩემი ჰობია, ასე ვთქვათ. არ ვიცი, გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ. ბავშვობაში სულ ხატავდი ეკლესიებს. თუ ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, ეხლა. რელიგიური თვალსაზრისით ნახატების შექმნა. ხასიათს გააჩნია. და თუ გაგვიმხელ რაზე ოცნებობ? ოცნებას დავარქვა მომეს თუ ძალიან დიდ სურვილს ალბათ, გასაკვირი არ არის რომ მინდა რომ გავხდე ცნობილი პიანისტი, ხო? მაგრამ ბავშვობაში მქონია მაგალითად ესეთი სურვილი და თან მithოდეს იმას აქვს ესეთი ოცნება რომ შემესრულებინა შოპენის პირველი კონცერტი და 2 დეკემბერს ავისრულე ეს ოცნება. და საერთოდ ხვდები რომ როცა როცა მიკრავენ და როცა აცხადებენ ჩემს სახელს და გვარს როცა უნდა გავიდე სცენაზე, იმ დროს ხვდები რომ იქ კიდე რაღაც სხვა ოცნება იბადება. იმიტომ რომ იმ წუთას რადგან მე ვოცნებობდი, ეს იყო შოპენის კონცერტის დაკვრა, ხო? და ის დღე დადგა. ასე რომ კონცერტიდან კონცერტამდე მაქვს ეს ოცნება. და ახლა მომავალში რა გეგმები გაქვს? მიწვევები მაქვს ბევრი, ეხლა ზაფხულია და გამოცემი მაქვს ძალიან ბევრი. და ახალ პროგრამაზე მიწევს მუშაობა. მაგრამ გეგმა დაახლოებით სექტემბრისთვის ეს სოლო კონცერტს და მიწვევები მაქვს პირველი მიწვევა ეხლა მეგონი ჟენევაში. სოლო კონცერტი სად იქნება? ზუსტად არ ვიცი ჯერ. ეს დაგეგმილი არ მაქვს ეს პროგრამას ვაკეთებ ეხლა და მე დარბაზს უკვე მე გადავწყვეტ. და ასეთ დატვირთული გრაფიკი რო გაქვს, რჩება მეგობრებისთვის ან გასართობად დრო? კი, მაგისტრისაც მრჩება დრო. იმიტომ რომ კონცერტი ხშირად ნამდვილად ყოველდღე ვერ ვნახულობ მეგობრებს, რა თქმა უნდა, მაგრამ კონცერტების შემდეგ ვცდილობ რომ პირველ რიგში მეგობრები ვნახო, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მენატრებია. და ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო რესპონდენტი. ძალიან დიდი მადლობა თქვენ.